თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2011-2012 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს მასპინძლობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიციირებული პროექტისათვის უნივერსიტეტის პროფესორებმა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან 21 ცნობილი და გამოცდილი პედაგოგი შეარჩიეს. ისინი ქართველი სტუდენტებისათვის მედიცინის სხვადასხვა დარგში ლექციებს წაიკითხავენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს ინიციატივით ტარდება ეს აქცია. ჩამოსულია ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ამისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 1 მილიონი ლარი და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ეს პროცესი ექნება პერმანენტული ხასიათი. სტუდენტებიც ნახავენ, პრაქტიკულ საქმიანობაშიც ნახავენ ამ და ლექციებს ხომ ესწრებიან. ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ გურმანი სტუდენტებს ბრონქული ასთმის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ ესაუბრა. I already gave 3 lectures. მე უკვე 3 ლექცია ჩავატარე მეხუთე კურსის სტუდენტებისათვის. ჩემი მიზანია სტუდენტების ინფორმირება და მათთვის თეორიული ცოდნის მიცემა. ფიქრობ, ისინი შემდეგ მოახერხებენ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოიყენონ. გარდა თეორიული ნაწილისა, პროფესორები სტუდენტებს პრაქტიკულ ცოდნასაც გაუზიარებენ. სპეციალურად ამ პროექტისათვის კლინიცისტ ექიმებს დროებითი სამუშაო ლიცენზია მიენიჭათ. ისინი საუნივერსიტეტო კლინიკებში ოპერაციებს ჩაატარებენ. ოპერაციებს სტუდენტებიც დაესწრებიან. ამ პროექტის ფარგლებში გათვლილია, რომ ისინი ჩაატარებენ კონსულტაციებს ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკებში, ზოგმა მათგანმა აიღო ლიცენზია ოპერაციებზე, თან ხდება ოპერაციების ჩატარებას, კონსულტაციები პაციენტებთან და ასე შემდეგ. მათ ამისთვის მოიპოვეს დროებითი შრომითი ლიცენზია, რომელიც წინასწარ იყო გათვლილი და ამიტომაც ეს ამჟამად ეს უკვე ფუნქციონირებს ძალიან კარგად. სტუდენტები ისე ძალიან კლინიკებში, ეს არის ჩვენი ბაზების საუნივერსიტეტო, ასე რომ სტუდენტები რასაკვირველად დაესწრებიან ამ გასინჯებს და ოპერაციებს. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ ალკენმა უროლოგიის ინსტიტუტში უფასო ოპერაცია უკვე ჩაატარა. მან ლექციაც სწორედ პედიატრიულ უროლოგიაზე, მის განვითარებასა და მკურნალობაზე წაიკითხა. This time it's the first time that we have a lot of lectures for the students. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. ასეთი სახის ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი მედიცინის სფეროს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მოხარული ვარ, რომ ბევრი სტუდენტი დაესწრო ლექციებს და კმაყოფილნი დარჩნენ. ჩვენ ვისაუბრებთ უროლოგიის პრობლემებზე ბავშვებში. სწორედ ამ თემას ეხება ჩემი ძირითადი საქმიანობაც. ისრაელიდან არიან ჩამოსულები, ლექტორები, რომლებმაც ძალიან საინტერესო ლექციები წაგვიკითხეს. ეს ისაუბრეს ესე იგი ასთმაზე, ბრონქულ ასთმაზე და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვღებულობთ მათგან. პროექტი იყო ძალიან საინტერესო, ესე იგი ისაუბრა ძირითადად უროლოგიაზე, ეს იყო პედიატრიული უროლოგიის პრობლემები, განვითარებები ზოგადად მედიცინაში, ან თერაპია. ტოპიკი მთლიანობაში იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ინფორმატიული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიციირებული და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს სასწავლო წლის მანძილზე სულ 200-მდე უცხოელი პროფესორი ეწვევა.